ტრამპის სამშვიდობო მისია ბოლოს და ბოლოს აფრიკაში აღსრულდა. თურქეთსა და სომხეთს შორის ისტორიული შუღლი ისტორიას ბარდება. ვინ გახდება ნიუ-იორკის მერი? პრაიმერიზის სკანდალური შედეგები. რა გზა განვლო სამხრეთ კორეის ახალმა ლიდერმა, ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა. ჩვენს ლიდერების რუბრიკაში მოგიყვებით სულ რამდენიმე წამში. მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. დონალდ ტრამპის უკვე საყოველთაოდ გაცხადებული ამბიცია მისი როგორც მშვიდობის მყოფელი სახელი ამერიკისა და მსოფლიოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწეროს და ამერიკული სიდიადის სიმბოლოდ იქცეს, ზოგჯერ ღიმილს იწვევს. ვერ გაამტყუნებ, ტრამპამდე არაერთ ამერიკელ პრეზიდენტს მიუღწევია ამისთვის. დონალდ ტრამპის თაყვანისმცემლები და ასეთები ნამდვილად არიან, ხშირად მიუთითებენ, რომ მისი სახე მაუნტ რაშმორზე, ანუ რაშმორის მთაზე აღიბეჭდოს. შეგახსენებთ, რაშმორის მთა ეროვნული მემორიალია სამხრეთ დაკოტა შტატში, სადაც კლდეში პრეზიდენტების ჯორჯ ვაშინგტონის, თომას ჯეფერსონის, ეიბრაჰამ ლინკოლნისა და თეოდორ რუზველტის სახეები ამოკვეთილი. ტრამპს ალბათ ისიც აწუხებს, რომ მისთვის აუტანელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატია. თავად კი არა. უნდა მოიცადოს ცოტა. რა იცი რა მოხდება? იქნებ მართლა დაამშვიდოს მსოფლიო, მაგრამ ჯერჯერობით ვერც რუსეთ-უკრაინის ომს ვერ მოუხერხა ვერაფერი და ვერც ახლო აღმოსავლეთს აჩუქა მშვიდობა. ხო და ახლა მზერა თითქმის ჩამქრალ კონფლიქტს მიაპყრო. რუანდასა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკას შორის არსებულ კონფლიქტზეა საუბარი, რომელიც აგერ თითქმის 30 წელია გრძელდება. 1996 წელს რუანდისა და უგანდის საერთო სამხედრო ძალებმა კონგოს მაშინდელი მმართველის მობუტუს მთავრობა დაამხო. ასე დაიწყო ეს კონფლიქტი, რომელიც პერიოდულად ცხრებოდა და ღვივდებოდა. კონფლიქტის მთავარი მიზეზი წიაღისეულია. კონგო მდიდარია კობალტის, ურანის, ალმასისა და სხვა საბადოებით. 2022 წელს კონფლიქტი ახალ ფაზაში შევიდა. კონგოში ამბოხებულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა M23-მა, რომელსაც ზურგს რუანდა უმაგრებდა, რამდენიმე ტერიტორია დაიკავა და კონგოსთან ომი დაიწყო. ასე გრძელდებოდა დღემდე. ბევრი ქვეყანა ეცადა კონფლიქტში ჩარევასა და შუამავლობას, მაგრამ ამაოდ. მიმდინარე წლის დასაწყისში კატარმა სცადა შემრიგებლის როლის თამაში. დოჰაში რამდენიმე შეხვედრა შედგა. შეიქმნა საერთო მომრიგებელი კომისია, რომლის მუშაობაში მოგვიანებით ტრამპის ადმინისტრაციაც ჩაერთო. და აჰა, 27 ივნის ამერიკის შუამავლობით რუანდამ და კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ შეთანხმებას მიაღწია. იმ დღეს თეთრ სახლში ტრამპის მონაწილეობით აფრიკის ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვით ამერიკა მათ შორის მშვიდობის გარანტი იქნება. სამაგიეროდ, ამერიკა კონგოს წიაღისეულზე მიიღებს წვდომას. შეთანხმება კი დაიდო, მაგრამ მაინც დარჩა პასუხგაუცემელი კითხვები. მაგალითად, ჯგუფი M23 დატოვებს დაკავებულ ტერიტორიებს ან განიარაღდება? მხარეები შეკითხვას პასუხს ვერ სცემენ. ირან-ისრაელის კონფლიქტმა ერთგვარად ჭრდილში მოაქცია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ძალიან საყურადღებო ვიზიტი თურქეთში. სომხეთმა და თურქეთმა კი ვიზიტს ისტორიული უწოდა. ფაშინიანი და ერდოღანი ერთმანეთს სტამბულის დოლმაბაჰჩეს სასახლეში შეხვდნენ, რომელიც ოსმალეთის იმპერიის სიმბოლოა და ამ ბოლო დროს აქაურობა დიდი პოლიტიკური შეხვედრების ადგილად იქცა. აქ გაიმართა მოლაპარაკებები უკრაინის საკითხზე, შეხვედრა სირიის ახალ ლიდერთან და სხვა. ერდოღანმა შეხვედრებისთვის თვალის მომჭრელი დოლმაბაჰჩე მისი სიმბოლური დატვირთვის გამო აირჩია. რითაც იმაზე მიანიშნებს, რომ თურქეთი დღეს ისეთივე გავლენიანია, როგორც წინათ ოსმალეთის იმპერია იყო.
შეხვედრას ორივე ლიდერმა ისტორიული იმიტომ უწოდა, რომ ეს იყო სომხეთის ლიდერის პირველი ოფიციალური ვიზიტი თურქეთში. მანამდე ფაშინიანი ერდოღანს ორჯერ შეხვდა სხვადასხვა ღონისძიებაზე. 2022 წლის ოქტომბერში პრაღაში, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე და 2024 წლის სექტემბერში ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 79 სესიაზე. სტამბულში შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთისა და თურქეთის დელეგაციები, მათ შორის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი. შეხვედრაზე თურქულ-სომხური და სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობები, ასევე რეგიონის საერთო მდგომარეობა განიხილეს. სომხეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ურთიერთობათა ნორმალიზების პროცესი ორივე ქვეყნის ინტერესებს უკავშირდება. როგორც ცნობილია, წარსულიდან გამომდინარე, სომხურ-თურქული ურთიერთობა ყოველთვის რთული იყო. 1991 წელს საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, თურქეთმა სომხეთის რესპუბლიკა დე-ფაქტო აღიარა, თუმცა დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას დღემდე უგულებელყოფს. 1993 წელს თურქეთმა სომხეთთან სახმელეთო და საჰაერო საზღვარი დახურა. საჰაერო საზღვარი მსოფლიო საზოგადოებრივი ძალისხმევით 1995 წელს ისევ გაიხსნა. სახმელეთო საზღვარი კი დღემდე დაკეტილია. 2021 წელს ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სომხეთმა და თურქეთმა ურთიერთობათა ნორმალიზაციისთვის მზადყოფნა გამოაცხადეს. მხარეებმა სპეციალური წარმომადგენლები დანიშნეს. 2022 წლიდან დღემდე 5 შეხვედრა ჩატარდა. თურქეთმა ჰუმანიტარული მისიების სასარგებლოდ დროებით გახსნა სახმელეთო საზღვარი. მოკლედ, საკმაოდ კარგად შეინიშნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა გაუმჯობესების დინამიკა. ყარაბაღის ომში დამარცხებისა და რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების შემდეგ სომხეთის ლიდერმა მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის გატარება დაიწყო. მიმდინარეობს ურთიერთობის გაღრმავება ინდოეთთან, ამერიკასთან და ევროპასთან, ირანთან და სხვა სახელმწიფოებთან. ამ რამდენიმე დღის წინ ერევანს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ეწვია. სომხეთი თავის დიასპორის მეშვეობით ურთიერთობას აღრმავებს ამერიკასთან და საფრანგეთთან. ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით სომხეთი დიდ დათმობებზე წავიდა აზერბაიჯანთან და თურქეთთან. სომხეთმა ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარა, ასევე აზერბაიჯანს სხვა წართმეული მიწებიც დაუბრუნა. თურქეთთან დაკავშირებით კიდევ უფრო მტკივნეულ დათმობაზე წავიდა. წელს ფაშინიანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 1915 წლის სომხების გენოციდის საერთაშორისო აღიარება ერევნის საგარეო პრიორიტეტი აღარ არის. ამ დროს 90-იანი წლებიდან სომხეთი ამაზე იბრძოდა და თურქეთთან კეთილი ურთიერთობის დამყარებაში მთავარი დაბრკოლება სწორედ ეს საკითხი იყო. ახლა თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობის საბოლოოდ დალაგებას ერთი საკითხი უშლის ხელს. ესაა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება, რომლის მთავარი დაბრკოლება ზანგეზურის დერეფნის საკითხია. დერეფანმა აზერბაიჯანი ნახიჩევანის ოლქთან უნდა დააკავშიროს. ამ დერეფნის გაყვანის მთავარი პრობლემა ის არის, რომ სატრანსპორტო დერეფანმა სომხეთის მთელი ტერიტორია უნდა გადაკვეთოს. ამის კატეგორიული წინააღმდეგია სომხეთი. ახლა თითქოს გამოსავალი მოინახა. როგორც ერდოღანმა განაცხადა, დაიწყო მოლაპარაკებები ირანთან, რომ დერეფანმა ირანის გავლით გაიაროს. მოკლედ, ჯერ კიდევ ბევრი საკითხი დარჩა გადაუწყვეტელი, მაგრამ რას ერთმნიშვნელოვანი და დღესავით ნათელია, სომხეთის ლიდერი ძალიან ცდილობს რუსეთზე მისი ქვეყნის დამოკიდებულება შეასუსტოს. ქალაქები ნიუ-იორკი, ჩიკაგო და ლოს-ანჯელესი ეკონომიკური სიმძლავრეებითა და პოლიტიკური გავლენით
ამერიკის ბევრ შტატს აღემატება. ამ სამიდან უდავო ლიდერია ნიუ-იორკი. ამიტომ ნიუ-იორკის მერის არჩევნებს განსაკუთრებული პოლიტიკური წონა აქვს ქვეყანაში. მომავალი არჩევნები წელს ნოემბერში უნდა ჩატარდეს. ტრამპის ხელმეორედ გაპრეზიდენტებით პაექრობა რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა. ნიუ-იორკის მერის არჩევნებში ორივე პარტიის ლიდერშიპია ჩართული. წლევანდელ არჩევნებს არაორდინალურ ელფერს ახლანდელი პოლიტიკური გარემოც აძლევს და მერობის კანდიდატებიც. ნიუ-იორკის ახლანდელი მერი ერიკ ადამსი ხელახლა იყრის კენჭს. ის პირველი აფრო-ამერიკელი მერია. მანამდე ნიუ-იორკის პოლიციის კაპიტანი იყო. 2022 წელს მერობის კანდიდატად დემოკრატებმა წამოაყენეს. მერობის დროს ერიკ ადამსი კორუფციულ სკანდალებში გაეხვა, თუმცა დანაშაული ვერ დაუმტკიცეს. და მაინც დემოკრატებმა ის წლევანდელ არჩევნებზე ნიუ-იორკის მერობის კანდიდატად აღარ წამოაყენეს. განაცხენებული მერი ტრამპს ფეხებში ჩაუვარდა მიშველეო. ტრამპს მოეწონა ერიკ ადამსი და მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ერიკ ადამსი ზედმეტ ხმაურსა და დემოკრატებთან მკვეთრ დაპირისპირებას მაინც მოერიდა და როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი ისე დარეგისტრირდა. ადამსის ღალატით გაბრაზებულმა დემოკრატებმა სასწრაფო საარჩევნო პრაიმერიზი გამოაცხადეს, რომელშიც 33 წლის ახალგაზრდა პოლიტიკოსმა ზოჰრან მამდანმა გაიმარჯვა, რამაც დიდი პოლიტიკური ხმაური გამოიწვია. მამდანი წარმოშობით მუსლიმი ინდუსია, მისი ოჯახი უგანდიდანაა. მამამისი ცნობილი მეცნიერია, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტში ასწავლის. დედა კი საკმაოდ ცნობილი კინორეჟისორი. ზოჰრანი 7 წლის იყო, მამდანების ოჯახი საცხოვრებლად ნიუ-იორკში რომ გადავიდა. ბრონქსის სპეციალიზებულ სამეცნიერო საშუალო სკოლაში სწავლობდა. ბოუდენ კოლეჯში აფრიკამცოდნეობაში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ცოლშვილიანია, მეუღლე სირიელი მხატვარია. ზოჰრან მამდანი პოლიტიკით სიყმაწვილეშივე დაინტერესდა და იმდენი მოახერხა, რომ 2020 წელს ნიუ-იორკის საკრებულოს წევრი გახდა. ზოჰრან მამდანი პირწავარდნილი მემარცხენეა. სენატორ ბერნი სანდერსის მემარცხენე ჯგუფს შეუერთდა. მისი საარჩევნო პროგრამაც მემარცხენე მიმართულებისაა. უფასო ავტობუსები ქალაქში, ბინისქირების გაყინვა, დაუდევარ მეიჯერეთა მიმართ ჯარიმების გამკაცრება, ხელმისაწვდომობაზე ორიენტირებული სასურსათო მაღაზიები და ასე შემდეგ. მაგრამ სკანდალი ამ პროგრამამ კი არა, მისმა საგარეო პოლიტიკურმა ორიენტაციამ გამოიწვია. მამდანი მხარს უჭერს პალესტინას და აკრიტიკებს ისრაელს. მან ბოუდენ კოლეჯში პალესტინის მხარდამჭერი სტუდენტების ჯგუფის ფილიალი დააარსა და 2023 წელს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით თეთრი სახლის წინ გამართულ შიმშილობის აქციაში მიიღო მონაწილეობა. მწვავე ანტი-ისრაელურ მოსაზრებებს ის დაუფარავად გამოთქვამს. ბევრს მიაჩნია, რომ მისი შეხედულებები ზედმეტად რადიკალურია. თვით დემოკრატიული პარტიის ისტებლიშმენტსაც კი არ მოსწონს მისი აზრები, მაგრამ მას მხურვალედ უჭერს მხარს დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდობა. პრაიმერისში მისი კონკურენტი ცნობილი ვეტერანი პოლიტიკოსი ენდრიუ კომო იყო, რომელსაც მთელი 10 წლის განმავლობაში ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის პოსტი ეკავა, მაგრამ ახალგაზრდა მუსლიმმა პოლიტიკოსმა ენდრიუ კომო დამაჯერებლად დაამარცხა და დემოკრატიული პარტიის კანდიდატი გახდა. დამარცხებულმა და გაკვირვებულმა ენდრიუ კომომ დემოკრატიული პარტია დატოვა და დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა. მამდანის გამარჯვებაზე ტრამპმა მწვავე კომენტარი გააკეთა. შოკის მომგვრელია. ადრე ვამბობდი, რომ ამ ქვეყანაში სოციალისტის ადგილი არაა მეთქი. ახლა როგორც ჩანს, კომუნისტი მერი გვეყოლება. ძალიან ცუდია ნიუ-იორკისთვის. თუ ნიუ-იორკი სწორად არ მოიქცევა, ქალაქს დაფინანსება შეუწყვეტო, განაცხადა დონალდ ტრამპმა. თითქმის ნახევარწლიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ სამხრეთ კორეას ახალი პრეზიდენტი ყავს.
61 წლის ვეტერანი პოლიტიკოსი ალი ჩეიმიანგი. ის უღარიბეს მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. 6 და-ძმა ჰყავს. ლის მოსწავლეობის დროს სამხრეთ კორეაში სკოლაში სწავლა 5 კლასის შემდეგ ფასიანი იყო და პატარა ლის სწავლის ფულს ერთ-ერთი მასწავლებელი უხდიდა. მშობლები ბავშვისთვის ზოგჯერ რვეულსა და საწერ კალამსაც კი ვერ ყიდულობდნენ. ბიჭი თვითონ შეულობდა ფულს. სკოლისა და კაფეების ტუალეტებს რეცხავდა. სამუშაო საძებნელად ოჯახი სეულის მახლობლად ქალაქ სონამში გადავიდა. 13 წლის ასაკში ლის სკოლის დატოვება და ქარხანაში მუშაობის დაწყება მოუწია, სადაც ხელი დაეზიანა და მიღებული ტრამვის გამო ხეიბრად იქცა. იგი დღემდე ინვალიდადაა რეგისტრირებული. ლიმ სკოლა მაინც დაამთავრა და ჩუნანის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. უნივერსიტეტი ბაკალავრის წოდებით დაამთავრა. იურისტის კარიერა ადამიანის უფლებებისა და შრომის სამართლის განხრით დაიწყო. ძირითადად სამეცნიერო ინსტიტუტებში მუშაობდა და ბოლოს თავისი საადვოკატო ფირმა გახსნა. ადვოკატები დემოკრატიული საზოგადოებისთვის მოძრაობის აქტიური წევრი იყო. მუშებს პროფკავშირების ორგანიზებაში ეხმარებოდა და მათ იურიდიულ დახმარებას უწევდა. 2005 წელს პოლიტიკაში ჩაერთო და ქვეყნის მმართველ ლიბერალურ პარტია იოლი იურიში გაერთიანდა, თუმცა ალი ჩეიმიანგის პოლიტიკური კარიერა წარუმატებლად დაიწყო. 2006 წელს სონამის მერის არჩევნები წააგო. 2 წლის შემდეგ სამხრეთ კორეის პარლამენტის წევრობის მცდელობაც წყალში ჩაუვარდა. მაშინ პარტია იოლიური სამხრეთ კორეის გაერთიანებულ დემოკრატიულ პარტიას შეუერთდა. ალი ჩეიმიანგი პარტიის პრესმდივნის მოადგილე გახდა. 2010 წელს მან ქალაქ სონამის მერის არჩევნებში ხელახლა იყარა კენჭი და ამჯერად საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო. 4 წლის შემდეგ ალი ჩეიმიანგი სონამის მერად ხელმეორედ აირჩიეს. ის აქტიურ სოციალურ პოლიტიკას ატარებდა, რისთვისაც სახალხო მერის სახელი დაიმსახურა. მის დროს ქალაქში ხანდაზმულთა მხარდაჭერის პროგრამები განხორციელდა. ახალგაზრდებისთვის უნივერსალური საბაზისო შემოსავალი შემოიღეს. საავადმყოფოებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. სკოლის მოსწავლეები უფასო ფორმებითა და კვებით უზრუნველყეს და ძაღლის ხორცის გაყიდვა აკრძალეს. 2017 წელს ალი ჩეიმიანგმა თავისი კანდიდატურა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოაყენა. მაშინ პრეზიდენტი პაკ კინ ჰე კორუფციის ბრალდებით თანამდებობიდან გადააყენეს. ალი ჩეიმიანგი პარტიის პრაიმერისში დამარცხდა და დემოკრატიულმა პარტიამ კანდიდატად მუნ ჩე ინი დაასახელა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მიუხედავად მარცხისა, დემოკრატიულ პარტიაში ალი ჩეიმიანგის ავტორიტეტი შესამჩნევად გაიზარდა. 2018 წელს მან კიონგიდოს პროვინციის გუბერნატორის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და დამაჯერებლად გაიმარჯვა. კიონგიდო სამხრეთ კორეაში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული პროვინციაა, სადაც 12 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. პროვინცია დიდ როლს თამაშობს სამხრეთ კორეის ეკონომიკაში, რომლის გუბერნატორი ალი ჩეიმიანგი 2021 წლამდე იყო. კოვიდის პანდემია მისი გუბერნატორობის დროს დაიწყო. მისი ადმინისტრაცია კარგად გაუმკლავდა გამოწვევას და დიდი ქებაც დაიმსახურა. სამხრეთ კორეის კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევენ. მმართველი დემოკრატიული პარტიის მიერ გამოცხადებულ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერისში ამჯერად ალი ჩეიმიანგმა გაიმარჯვა და პარტიის ლიდერიც გახდა. 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კონკურენტი სამხრეთ კორეის გენერალური პროკურორი კონსერვატორი იუნ სუკ იოლი იყო. რადგან ალი ჩეიმიანგი მმართველ პარტიას წარმოადგენდა და სამხრეთ კორეის მოსახლეობა პრეზიდენტ მუნ ჩე იანის პოლიტიკით უკმაყოფილო იყო, მან არჩევნები წააგო და მასაც და მის პარტიასაც ოპოზიციაში გადასვლა მოუწია. იმავე წელს ალი ჩეიმიანგს კორუფციაში ბრალი წაუყენეს, მაგრამ გამოძიებამ ვერაფერი ვერ დაუმტკიცა. 2024 წლის იანვარში
მასზე მკვლელობის წარუმატებელი მცდელობა განხორციელდა. იმ დღეს ალი ჩეიმიანგი ერთ-ერთ აეროპორტში პრესკონფერენციას ატარებდა. მას უცნობი მამაკაცი მიეჭრა და კისერში დანა ჩაარტყა. ალი ჩეიმიანგი სერიოზულად არ დაშავებულა. იმავე წელს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განვითარდა. ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და პარლამენტი დაითხოვა, რაც ოპოზიციამ და მოსახლეობამ სახელმწიფო გადატრიალებად მიიჩნიეს და ქუჩაში გავიდნენ. პროტესტის დროს ალი ჩეიმიანგმა საერთაშორისო ყურადღება მიიქცია. ტელეკამერების წინ ის პარლამენტის ეზოს ღობეზე გადაძვრა და გადატრიალება პირდაპირ ეთერში გააპროტესტა. შემდგომში მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პრეზიდენტ იუნის იმპიჩმენტის საქმეში. კორეის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იუნის პრეზიდენტობის შეწყვეტის შემდეგ 2025 წელს ლიმ საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე კამპანია დაიწყო, მიიღო დემოკრატიული პარტიის ნომინაცია და საყოველთაო არჩევნებში ხალხის ძალის პარტიის კანდიდატი კიმ მუნ სუ ადვილად დაამარცხა. 4 ივნისს ალი ჩეიმიანგის როგორც სამხრეთ კორეის მე-14 პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა. ალი ჩეიმიანგი შიდა პოლიტიკაში მემარცხენე ცენტრისტულ იდეებს იზიარებს. მას ამერიკული ეკონომიკური ლიბერალიზმი და ფრანკლინ რუზველტისეული New Deal, ანუ ახალი გარიგება მოსწონს. საგარეო პოლიტიკაში პრაგმატიზმის მომხრეა და კონფრონტაციის ნაცვლად რბილი პოლიტიკის გატარებას ემხრობა. რა თქმა უნდა, ალი ჩეიმიანგი ამერიკასა და იაპონიას სტრატეგიულ მოკავშირეებად განიხილავს, მაგრამ მიაჩნია, რომ ჩინეთთან და რუსეთთან მტრული ურთიერთობა არავის არ წაადგება. ის მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია. მისი მეუღლე სამხრეთ კორეის ცნობილი პიანისტი კიმ ჰე კიუნგია. მათ 2 შვილი ჰყავთ. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ქალბატონი ერთ სკანდალში გაეხვა. სამხრეთ კორეის მასმედიამ გაარკვია, რომ სოციალურ მედიაში მას ყალბი აკაუნტი ჰქონდა, რომელსაც ქმრის კონკურენტის გასაკრიტიკებლად იყენებდა. სკანდალის გამო ის საპრეზიდენტო არჩევნებში აღარ აქტიურობდა. დღეს ასე დავასრულებ, მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ. მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.